მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს, სულ რამდენიმე საათი დარჩა. ახალ წლამდე და რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ გავიგოთ თუ ვინ არის ყველაზე მაგარი წყვილი საქართველოში. უკვე აღარ ვიტყვი მოცეკვავე წყვილი, ნამდვილად ყველაზე მაგარი წყვილი. ბილაინის საჩუქარსაც შეეხება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაგვეჯილდოვებინა ის ადამიანი, რომელიც გამორჩეულია თავის შრომის მოყვარეობით და გამორჩეულია თავის დამოკიდებულებით ამ პროექტისადმი. ჩვენი აზრით ადამიანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ პრიზს და პრიზი მდგომარეობს შემდეგში, ეს არის ერთკვირიანი საგზური დაუვიწყარ შრი-ლანკაზე, ალბათ ყველას გიოცნებიათ შრი-ლანკა მოხვედრას და ამ ადამიანს თავისი მიზანდასახულობისთვის და შრომის მოყვარეობისთვის მინდა გადავცე პრიზი, ეს არის ეკო ფანგანი. ბრავო! კატერინა ფანგანი მეგზავრება შრი-ლანკაზე. თეონა, ძალიან დიდი მადლობა ბილაინს, აუცილებლად გადადით ნათელ მხარეს. და მე მინდა რა აუცილებლად თქვა, რომ მინდა ყველას მადლობა გითხრა, თითოეულ ადამიანს, ვინც ძალიან პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ შოუში. ამ უკან კულისებში არის მთელი ჯარი ადამიანებისა, თქვენ ხედავთ მხოლოდ მცირე ნაწილს, ვინც ამ შოუზე მუშაობს. მადლობა თითოეულ მათგანს, მადლობა ამ შოუს პროდიუსერს ალინ არველაძეს, რომელსაც რატომღაც მართლა სჯეროდა ჩემი და ამისთვის მას მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს. აქ და ყველგან. მადლობა ბილაინს, არ ველოდი და ძალიან მაგარი საჩუქარი ამ ზამთარში შრი-ლანკაზე ერთი კვირა და თეონა, მადლობა შენ. აუცილებლად გადადით ნათელ მხარეს, მე გადავედი უკვე. ძალიან დიდი მადლობა. ამჯერად სცენაზე მოვიწვიოთ TBC ბანკის საგარეო ურთიერთობათა და მედია კომუნიკაციის დირექტორი თამარ კირვალიძე. გთხოვთ. ბანკი, რომელიც წარმოგიდგენდათ 3 თვის განმავლობაში ამ პროექტს და 20 წელი თქვენ გვერდით. აპლოდისმენტებით მიესალმეთ შეიძლება ქალბატონ თამარს. დაღამოშვიდობით. მოგესალმებით და გილოცავთ ყველას ამ პროექტის ესე ლამაზად დასრულებას. გილოცავ ყველა მონაწილეს, ჟიურის და გამარჯვებულებს რუსკას და გიორგის და TBC წინასწარ გილოცავთ ახალ წელს, რომელიც ესე აქტიურად ხარში გედგა მთელი სეზონის განმავლობაში თავისი ოთახით და რაც შეეხება პრიზებს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ამ შემთხვევაში დავაჯილდოვოთ ადამიანები, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს იმაში, რომ რუსკა და გიორგი დღეს გამარჯვებულები ყოფილიყვნენ და გადავწყვიტეთ, რომ სალომე და ოთო გაუშვათ ყველა პროფესიონალი მოცეკვავისთვის სასურველ და საოცნებო კონკურსზე შტუტგარტში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსი. სალომე გამოხატო. და ასევე ფულადი პრიზი 6000 ლარი თითოს. და ისინი აქ მიწვეულები იქნებიან თავისი მეწყვილეებით, რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ძალიან ბედნიერ და წარმატებულ წელიწადს გისურვებთ. დიდი მადლობა TBC ბანკს. და დროა და უბრალოდ მე პატივი მაქვს სცენაზე მოვიწვიო ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ და ასაკვირველია, ვის თუ არა მას უნდა გადაეცა ჯილდო გამარჯვებულისთვის. შოუს ეყვავენ ვარსკვლავების პირველი სეზონის გამარჯვებული სამორი ბალდე სცენაზე. ვივა სამორი! სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. სამორი, ჩვენ გვინდა გკითხოთ, როგორც უკვე პროფესიონალ მოცეკვავეს, რამდენად სამართლიანი იყო ფინალი და შეფასებას მიცემდი ამ ორ წყვილს. პირველ რიგში ყველას მევასალმები. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩაერთო, ვისაც ეყო გამბედაობა, რომ ჩართული იყო ამ პროექტში. თქვენ დიდი მადლობა, იმიტომ რომ მედალიკამ ვიცით და შენც იცი, რა თქმა უნდა, რაოდენ რთული არის და რაოდენ უზომოდ დიდი შრომის შემცველი არის მთელი ეს პროცესი. ორივე ცეკვა ძალიან მაგრად მომეწონა, ძალიან მართლა ძალიან ეფექტური იყო. ძალიან ნერვიულობ, მე მგონი ჩემ ფინალზე ასე არ მინერვიულია, იმიტომ რომ აი მაინც შენ საქმეზე ხარ ორიენტირებული და ბევრ ამაზე არ ფიქრობ და ახლა აი რა ვიცი, გულის ცემა ძალიან ამიშკარდა და უძლიერესმა გაიმარჯვოს. თქო, ყველას რომ დავამესიჯოს საყვარელ წყვილს. ყველა შემთხვევაში ორივე არის ღირსი გამარჯვების.
მოქმედები სამარის მეწყვილეს პირველ სეზონში. Ამდენ სეზონს და ვფიქრობ, რომ ნამდვილად ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ფინალია, რაც კი ოდესმე სადმე შეიძლება გაიმართოს, იმიტომ რომ ნამდვილად ორივე წყვილი დამსახურებულად არის ფინალში და ალბათ 50-50-ზეა ორივე შანსი გამარჯვების. ნუ, რა ვიცი, 3-2-ს მივბაძავ და ვიტყვი, რომ თქვენ საყვარელ წყვილს დაუმესიჯეთ და რამდენიმე წუთში გავიგებთ უკვე ვინ არის გამარჯვებული. გილოცავთ წინასწარ ფინალში. დიდი მადლობა ლიგა 3-ის და დადგა დრო, როდესაც ჩვენ უნდა ავითვალოთ დაძაბული 60 წამი. თქვენ კი გაქვთ შანსი, რომ ერთ-ერთი მათგანი გახდეს ფინალისტი. მაშასე, წამზომი ჩაირთო. მის მიცემა შეწყდა. თუმცა ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის. მე მინდა ვთხოვო სცენაზე მოვიწვიოთ კომპანია GT Motors-ის მარკეტინგისა და გაყიდვების სამსახურის უფროსი გიგა ტატულიშვილი. თუ შეიძლება მიესალმეთ. ასევე გუმბათის ჯგუფის წარმომადგენელი გოგა კეშელავა. ხოვთ ბატონებო. მოგესალმებით ყველას. კომპანია GT Motors-ის სახელით წინასწარ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ წარმატებას. რაც შეეხება პრიზს, ამ ავტომობილის სლოგანია ძალაუფლების დემონსტრირება და ნამდვილად აჩვენეთ თქვენი ძალა და მოაღწიეთ ფინალამდე. ასე რომ ეს ავტომობილი გადაეცემა ერთ-ერთ მათგანს. უნდა დავიცადოთ ჯერ რამდენიმე წამით. და ეს როგორი ავტომობილია, მაინც რო ეს არის პრემიუმ კლასის ავტომობილი. აქ ყველაფერი ნათქვამია. ასევე სცენაზე ვთხოვოთ გუმბათის ჯგუფის წარმომადგენელს ბატონ გოგა კეშელავას. ხოვთ ბატონ გოგა. გუმბათის ჯგუფის წარმომადგენელი. დიდი გასაღებით ხელში. მოგესალმებით გუმბათის ჯგუფის სახელით. პირველ რიგში მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. გისურვებთ ყოველივე კარგს. მე მინდა ჯერჯერობით თავ შევიკავებთ. კომპანიის გადაწყვეტილებით ამ არაჩვეულებრივი პროექტის გამარჯვებულს გადაეცემა ბინა კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტების კომპლექს, დასრულებულ კომპლექს სუტროპიკ სიჩი 50 კვადრატული ფართი საცხოვრებელი ბინა. გამარჯვებულს კი რა თქმა უნდა ძალიან მალე გამოვავლენთ და დადგა დრო, როდესაც ჩვენ სულ რამდენიმე წამში გავიგებთ პირველი ადგილის მფლობელ მონაწილეს და მეორე ადგილის მფლობელ მონაწილეს. მაშასე ხმის მიცემა უკვე შეეწყდა, თქვენ უკვე აღარ გაქვთ საშუალება აიღოთ მობილური ტელეფონი და დავიჭიროთ მხარი თქვენს ფავორიტ წყვილს, მაგრამ ცეკვავენ ვარსკვლავების მეორე სეზონის გამარჯვებული მონაწილე გახლავთ. და სხვათა შორის მას პრიზ თვით 3 ბალდე. მე მგონი ამ დროს სიჩუმეა დარბაზში საჭირო. სიჩუმე თუ შეიძლება. ძალიან ნერვიულობენ. რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობენ და ჩვენ სულ რამდენიმე წამში გავიგებთ მის ვინაობას. პირველი ადგილის გემო, რა თქმა უნდა, უფრო მაშასე. ყოვების გამარჯვებული წყვილი. ვინ დაასრულა 2012 ყველაზე წარმატებულად და ვინ შეხდება 2013 როგორც გამარჯვებული? სამაგაშვილი და თოფოლობაშვილი.
მოიცეს გადაეცემა რაც Range Rover Trophy და რუსკა მაყაშვილი გახდა მფლობელი ფინისა ბათუმში გუმბათის ჯგუფისგან. გიორგი Bravo! ალდექი სამოდი რუსკა მაყაშვილს არ შეერა, მაგრამ მან გაიმარჯვა. Bravo! და გიორგი მარგოსანიძის პრიზი. Tiko Beka თუ შეიძლება Tiko თუ შეიძლება მგონი ძალიან მაყურებელს მიულოცოთ დამდეგი ახალი წელი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ეს სამი თვე გაატარეთ ჩვენთან ერთად. საიდან დავდექი ეგეც აღარ ავირდავირი. დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ეს სამი თვე გაატარეთ ჩვენთან ერთად. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მედვიერება სიხარული და სიყვარული მოეტანოთ თქვენთვის 2013. ჰეპი ენდით დასრულდა. გილოცავთ დამდეგ 2013 წელიწად. მგონი რუსკა მაყაშვილს აუხდა წინასწარ მეტყველება და ნამდვილად გაიმარჯვა. ქალმა მოხდა სასწაული ქართულ პროექტში. ქალბატონებო და ბატონებო, გისურვებთ წარმატებულ 2013 წელს. დიდი მადლობა რომ იყავით. გენში და 1 2 3 გილოცავთ 2013 წელს. ნახვამდის.